ადრე ნარკომანი ვიყავი, ვიცი გაგიკვირდება ახლა რასაც გეტყვი, მაგრამ წამალ დამოკიდებულებას არ გულისხმობ. ანუ მე ვიყავი დამოკიდებული საკვებზე, მავნე საკვებზე, ცომეულს ჭამდა ძალიან ხშირად და ტკბილეულს და შენ წარმოიდგინე, ამის გამო 152 კილოს ვიწონიდი და უენერგიოთ ვიყავი და ბევრ ცუდ რამეს ვხსნოდი. ნახე რა ხდება. ნახშირწყლები, ანუ მარტივი ნახშირწყლები, ეს ცომეული და ტკბილეული იწვევს ძალიან დიდ დამოკიდებულებას, არანაკლებს ვიდრე ის მართლა წამალი. ნახე რა ხდება. შენ რო იღებ ტკბილეულს ან ცომეულს, შენ სისხლში შაქრის ზონე ძალიან ზევით ვარდება და აი რაღაცა წამიან ენერგიის მოზღვავებას ხსნობს ორგანიზმი, მაგრამ მალევე რა ხდება, შაქარი რო ძალიან ზევითაა ორგანიზმში. ორგანიზმი გრძნობს, რომ სისხლი ვეღარ მოგძრაობს ამ კაპილარებში, ძალიან გასქელდა და ბევრი პრობლემა იქნება და ძალიან დიდი რაოდენობით ინსულინი უნდა გამოიმუშაოს, რომ ნორმაში ჩადგეს ეს შაქარი სისხლში, მაგრამ ნორმაზე ქვევით აგდებს ეს ბევრი ინსულინი და შაქარი რო ნორმაზე ქვევითა, ისე ორგანიზმი გთხოვს ან ტკბილეულს ან ცომეულს, რომ ის წამიერი ენერგიის მოზღვავება იგრძნოს, ანუ ჭამ, ისევ გინდება, მე ინსულინი გიგდებს ნორმაზე ქვევით, ისევ გინდება და ხდები დამოკიდებული. ამიტომ გირჩევ 4-5 დღე მაინც არ ჭამო ეს ყველაფერი, ჯანსაღყვებას მოუმატე და მალე აღარ მოგინდება, ნუ გახდები დამოკიდებული.